ორგანიზაცია, რომელსაც ქვია დრაკონის ცხრათავი, Nine Dragon Heads, ეს სათაური დაფუძნებულია ბუდისტურ მითოლოგიაზე, საერთოდ კორეული ხელოვნება ყოველთვის ინარჩუნებს თავის კულტურულ შემადგენელს და არ წყდება აი ამ თავის კულტურულ ფესვებს. აქედან გამომდინარე ეს სახელწოდებაც და ჩვენი პარტნიორია ეს ორგანიზაცია ჩვენი პარტნიორია 2009 წლიდან და თითქმის ყოველ წელს მონაწილეობს არტისტერიუმში დაწყებული 2000 აი ამ დროიდან. და მე თვითონაც ხშირად მოგზაურობ კორეაში და ვიცნობ იქ ასე ვთქვათ არტისტულ სცენას და აი ის მხატვრები რომლებიც წელს ჩამოვიდნენ საქართველოში მიეკუთვნებიან სხვადასხვა თაობას, სხვადასხვა მედიუმში მუშაობენ და ზოგიერთი მათგანი უკვე ნამყოფი იყო საქართველოში, ზოგი პირველად ჩამოვიდა და საერთოდ იქაური მხატვრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ნუ ჩვენი მათთვის ვართ ასე ვთქვათ დასავლეთი და ევროპა და ყოველთვის ძალიან საინტერესოა აქეთ მოგზაურობა და თავიანთი ნამუშევრების აღჩენება. საერთოდ კორეული თანამედროვე ხელოვნება განსხვავდება ევროპულისგან, იმიტომ რომ არის უფრო ემოციური, არის უფრო რაღაც ფაქტებთან და აი ამ ადამიანების ცხოვრებას ასახავს, უფრო ნაივურია ცოტა ევროპულთან შედარებით და ამდენად ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ იქ შენარჩუნებულია აი ეს უშუალო კონტაქტი ფაქტთან, უშუალო კონტაქტი ადამიანის ემოციებთან, შეიძლება ვთქვათ ნაკლებად რაციონალურია, ასევე კონცეპტუალური, მაგრამ ეს ყველაფერი არ უშლის ხელს იმას, რომ იყოს ძალიან საინტერესო. ამ გამოფენაზე წარმოდგენილია ფერწერა, ნახატი, ვიდეო, ასევე ობიექტები. ერთმა მხატვარმა გააკეთა ასევე პერფორმანსიც. ძალიან საინტერესო იყო ეს კონტრასტი, როდესაც მისი პერფორმანსი იმას მოიცავდა, რომ უნდა დაეჭრა წიგნი ლიტერატურის მუზეუმში. და ჯერ მითხრა, რომ რამე წიგნიო მინდაო. მეთქი, რომ რა ენაზე, კორეულიო არაო. მეუთხარი, მაშინ არც ქართული არა. და ჩვენ შემდეგ დაჭრა 30-იანი წლების საბჭოთა ენციკლოპედია. და ამაზე მე მგონი არავის პრობლემა არ ექნებოდა და მაყურებელსაც ძალიან მოეწონა. ცხადია, აქ პოლიტიკური ელემენტი არ ჩაგვიდევს, მაგრამ ემოციურად ყველა რაღაცნაირად ოკეი ვიყავით ამასთან. ზოგადად რა ემოცია გამოიწვია კორეულმა ხელოვნებამ? იცით რა, ყოველთვის საინტერესოა ქართველი მაყურებლისთვის, იმიტომ რომ ქართული თანამედროვე ხელოვნებაც უფრო ევროპულია, ვიდრე ვთქვათ, ჩვენს თანამედროვე ხელოვნებას რაღაცნაირად გაწყვეტილი აქვს კავშირი აი კულტურულ შემადგენელთან და ეს ამ დროს ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ვთქვათ, ევროპელი მაყურებელი რო დააინტერესო, უნდა წარმოაჩინოს შენი კულტურა. საერთოდ კულტურაზე დგას თანამედროვე ხელოვნებას. ჩვენთან ამ მხრივ ცოტა პრობლემური, აი ფორმით ყოველთვის ბაძავენ ევროპულს და შემდეგ აი ეს ბექგრაუნდი, ასე ვთქვათ, ისეთი ისტორიული ბექგრაუნდი ცოტა დავიწყებულია, მაგრამ იმედია რაღაც მომენტში ესეც რაღაცნაირად აღდგება და ამ მხრივ არის ძალიან საინტერესო კორეული თანამედროვე ხელოვნება და ცხადია, აი ეს ემოციურობა მაყურებელს ყოველთვის ძალიან ხიბლავს, იმიტომ რომ ცოტა დაღლილია ძალიან ბევრი კონცეფციებით და ასე ვთქვათ, აი ესეთი მომზადებული რომ უნდა მიხვიდე გამოფენაზე, ამას ეს არ ჭირდება. რამდენადაც იცი არტისტერიუმი აერთიანებს კიდევ ორ არანაკლებ საინტერესო გამოფენას. ამის შესახებაც მოგვეტყვი. ესე იგი, დღე უკვე დაწყებულია მზიურის პარკში. ჩვენ თანამშრომლობთ მზიურის პარკში არის ესეთი თანამედროვე ხელოვნების სივრცე კუბი კონტექსტში, რომელიც რამოდენიმე წელი არსებობს და მე ძალიან მიყვარს ეს სივრცე და კიდევ იმიტომ მომწონს, რომ ეს არის რაღაცნაირად მოშორებული აი იმ სამუზეუმო, საგალერეო ცენტრებს თბილისში, უფრო რუსთაველის გამზირს და ასე შემდეგ. ეს არის განთავსებული მზიურის პარკში. ანუ ძალიან ახლოს არის იმ ადამიანებთან, რომლებიც შეიძლება გამოფენებზე ესე ხშირად არ დადიან. ხო, ესეთი არ მინდა ვიხმარო სიტყვა ჩვეულებრივი ადამიანი, ყველა ჩვეულებრივი ადამიანი უბრალოდ ეს არის ის სოციუმის ის ნაწილი, რომელიც შეიძლება ნაკლებად იყოს ჩართული საერთოდ თანამედროვე ხელოვნების პროცესებში და ამდენად ძალიან საინტერესოა აი ამ გარემოში, აი ამ სივრცეში ხელოვნების შეტანა და ამ მხრივ აი ეს თანამშრომლობა იქ მოსიარული ადამიანებსა და აი ამ სივრცეს შორის ძალიან მნიშვნელოვანი სოციალური ელემენტია აი ამ სივრცის მუშაობისთვის. აქ ჩვენ ვაგრძელებთ უკვე დაწყებულ ციკლს უკრაინული თანამედროვე ხელოვნების წარმოჩენის. ჩვენ შაშან უკვე გქონდა ერთი გამოფენა ქართველი და უკრაინელი მხატვრების მონაწილეობით და წელს ვაგრძელებთ ამას და მზიურის პარკში არის 10 დღიანი რეზიდენცია, რომელიც აერთიანებს ქართველ და უკრაინელ მხატვარ ქალებს. ეს ხშირად უკვე გაღიზიანებას იწვევს რატო მარტო ქალები, მაგრამ ჩვენთვის ამას აქვს აბსოლუტურად ისეთი ლეგიტიმური
ლეგიტიმური მიზეზი. ჩვენ მოვიძიეთ ის მხატვრები და ის ქალები, რომელსაც შეეძლოთ რაღაც კრაფტის მსგავსი ნამუშევრების კეთება, რომლებიც უკვე საქართველოში არიან, ასე ვთქვათ, ტოლვილები არიან საქართველოში და ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ამითი ხაზი გაუსვით აი ამ გენდერული როლების განაწილებას კრიზისების დროს, იმიტომ რომ ომის პერიოდში, როგორც ცნობილია, ქვეყნის დატოვება შეუძლია მხოლოდ ქალს და არ შეუძლია კაცს. ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ეს გამოფენა ყოფილიყო, ამ გამოფენაზე ყოფილიყვნენ უკრაინელი ქალები წარმოდგენილი. ისინი 10 დღის განმავლობაში იმუშავებენ ქართველ მხატვრებთან ერთად. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ისინი დამეგობრდებიან. უკრაინელი მხატვრები უფრო მეტ სოციალიზაციას, ასე ვთქვათ, მეტი სოციალიზაცია ექნებათ, მეტი ინტეგრაცია, ვთქვათ, აქაურ სამხატვრო არტისტულ სივრცეში და შექმნიან ნამუშევრებს, რომლებიც ნაწილი განთავსდება თვითონ კუბი კონტექსტის საგამოფენო დარბაზში და ნაწილი თვითონ მზიურის ტერიტორიაზე და აი ამ ცხადია ყველამ ვიცით რომ მზიური ეკუთვნის თბილისის მერიას და ამ პროექტში ასევე ჩვენი მხარდამჭერი არის როგორც კულტურის სამინისტრო ასევე თბილისის მერია. მაგდა როგორც მივხვდი უკრაინა და კორეა არის ორი მთავარი ხაზი წლევანდელი არტისტები, რომელსაც სწორი შეფასებაა ეს. იცით რა, ჩვენ ესე არ გამოვყოთ მთავარი მეორე ხარისხოვანი, ჩვენთვის ყველა მთავარია, მაგრამ უბრალოდ ჯერჯერობით ეს ორი გამოფენა, რომელიც მოიცავს საერთაშორისო ელემენტს და მესამე გამოფენა ეს არის არანაკლებ ჩვენთვის მნიშვნელოვანი და საინტერესო, რომელიც გაიმართება 2 ოქტომბერს სამხატვრო აკადემიაში. ჩვენ სამხატვრო აკადემიასთანაც უკვე ბოლოს 3 წელია თანამშრომლობთ. ჩემთვის პირადად ძალიან საინტერესოა სტუდენტებთან მუშაობა, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო ახალგაზრდები არიან. შემდეგ არ ვიცი როგორ გააგრძელებენ ცხოვრებას, მაგრამ დღესდღეობით ძალიან ისეთი მოტივირებულები, შემოქმედებითად დამუხტულები და ასე შემდეგ. და წელს ძალიან საინტერესოა ის ფაქტი, რომ 2 ოქტომბერს იწყება სწავლა პირველი კურსელებისთვის, რომლებიც პირველად მოდიან აკადემიაში და ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ აი ამ დღეს მათ დახვდებათ აკადემიაში მაღალი კურსის სტუდენტების გამოფენა, ასევე იქ დაგეგმილია ძალიან ბევრი ესეთ ღონისძიება, ეს იქნება მოდის დიზაინის ფაკულტეტის მოდების ჩვენება, ასევე სხვა გამოფენები, რექტორის შეხვედრა სტუდენტებთან და ასე შემდეგ. ანუ ის ადამიანები, რომლებიც პირველ დღეს მოვლენ აკადემიაში, მათ დახვდება ძალიან საინტერესო გარემო და იმედი გვაქვს, რომ ეს ხელს შეუწყობს აი ინტეგრაციას აი ამ მათთვის ახალ სივრცესთან. ამით დასრულდება არტისტერიუმი, თუმცა თვითონ ეს გამოფენა 16 ოქტომბრამდე გაგრძელდება.